პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს ქალების ფოტოებს სამეგრელოს ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრიდან უგზავნიდნენ. ინფორმაცია სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. ესთეტიკის ცენტრის თანამშრომლის ტელეფონი ექსპერტიზაზეა. პირადი ცხოვრების ფოტოების უკანონოდ მოპოვება გავრცელებაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი 60,000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდება. საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი თბილისში ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში ნახეს. დაწყებულია გამოძიება. ლუნსოლოს ოჯახი 13 ივლისის მერე ეძებდა. ის მარტო მოგზაურობდა. აზერბაიჯანმა უკრაინას რკინიგზისა და ენერგოსისტემის აღსადგენად 40 ტონა ტექნიკური აღჭურვილობა გაუგზავნა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით ეს გზავნილი უკრაინელ რკინიგზელებს დაეხმარება, რომ რუსული დაბომბების მიუხედავად მატარებლებმა და კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ მუშაობა შეუფერხებლად გააგრძელონ. უკრაინულმა დრონებმა ოკუპირებულ რეგიონებში რუსული ენერგოსისტემა მასობრივად გათიშეს. ბოლო 2 დღეში გაანადგურეს ან წყობრიდან გამოიყვანეს 6 მსხვილი ენერგოკვანძი ანექსირებულ ყირიმში, 4 კი ხერსონისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ნაწილში. ივლისში უკრაინამ ჯამში 164 რუსული ენერგეტიკული სამიზნე დაბომბა.